მივესალმები ჩვენს თანამემამულეებს. ჩვენ ვიმყოფებით ამჟამად დმანისში. მე ბედნიერი ვარ იმით რომ ღმერთმა გამომაგზავნა დმანისში. 45 წელია მე რაც ფაქტურად ჩემი შეგნებული ცხოვრება მთლიანად ეწუნება დმანისის წარსულის კვლევას. როგორც ისტორიკოსი, როგორც არქეოლოგი 45 წლის მანძილზე ვიმყოფები აი ამ ჩვენთვის სადაყვანებელ რეგიონში და მე ბედნიერი ვარ რომ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენების მონაწილე გახლავართ მე. ჯუმბერ კოპალიანი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი გამორჩეული დღე იყო, როცა დმანისის ამ რეგიონმა დიდი პატივი მცა ჩვენმა სამშობლომ და წელს მიმდინარე წელს დმანისობაზე გამიხსნეს ვარსკვლავი აქ. ამდენად ჩემთვის მე თვითონ ლეჩხუმიდან ვარ დაბადებული, იქ გაზრდილი ლეჩხუმელი ვარ, მაგრამ დმანისი ჩემი მშობლიური გახდა. მეორე მშობლიური მხარე არის ჩემთვის ლეჩხუმთან ერთად დმანისიც. დმანისი არის დმანისის რეგიონი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონი. შეიძლება ითქვას უნიკალური. უნიკალური იმიტომ, რომ ჩვენს მიერ, მეცნიერების მიერ დადგენილია უკვე აღმოჩენილია და საბოლოოდ დადგენილია და მსოფლიოში აღიარებულია, რომ კაცობრიობის ისტორიის აკვანი, ერთ-ერთი მთავარი აკვანი დმანისი იყო. უძველესი ადამიანის ნაშთების აღმოჩენა თემ მსოფლიოში ეს ცნობილი არის. აი ამით არის უნიკალური. და აი დმანისში უძველესი ადამიანიდან დაწყებული ყველა პერიოდის ადამიანის ცხოვრების ყველა პერიოდი არის აღმოჩენილი დმანისის ტერიტორიაზე. ამდენად არქეოლოგიურად, ისტორიულად ძალიან გამორჩეული რეგიონი არის დმანისი. ამის დამადასტურებლად თქვენ გაჩვენებთ შემდეგ მუზეუმს, არქეოლოგიურ მუზეუმს, თვითონ იმ ძეგლების ნაწილს, განსაკუთრებით დმანისის ნაქალაქარს, რომელიც განსაკუთრებული ძეგლი არის შუა საუკუნეების ძეგლებს შორის. მე შუა საუკუნეების ისტორიის სპეციალისტი ვარ. 80 წელს გადავწყვიტე არქეოლოგიაში გადმოსვლა. რადგან და დმანისში ჩამოვედი 80 წელს ექსპედიციის ხელმძღვანელს მოადგილეთ. რამდენიმე წელი ერთად მუშაობდით და მე ხვდა დიდი პატივი გავწყობოდი დიდი მანძილზე დმანისის არქეოლოგიურ ექსპედიციას. და ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენებიც დაკავშირებულია ჩემს ექსპედიციასთან. ეხლა ჩვენ ვნახოთ არქეოლოგიური მუზეუმი, თუ რა დიდარი კულტურა შეუქმნია ჩვენ წინაპრებს, რომლებიც ჩვენ ნაწილი იმ კულტურისა გამოვამზაურეთ მიწისქვეშეთიდან და არქეოლოგიური მუზეუმის კარადებში მოვათავსეთ. ნახოთ ეს მასალა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით დმანისის არქეოლოგიურ მუზეუმში. ჩვენ ზოგადად გითხარით, რა მნიშვნელოვანი რეგიონი არის დმანისი. და აი ის მასალა, რომელიც ამ კარადებში არის განთავსებული, ეს გამომზეურებულია ჩემი ექსპედიციის და ჩემი მეგობარის კახაკახიანის ექსპედიციის, ამ ორი ექსპედიციის მიერ გამოვლენილი არის, აღმოჩენილი არის, გამომზეურებული არის ჩვენი წინაპრების დიდი კულტურა, აი რომლებიც განლაგებულია ის მასალა, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, აი ამ კარადებში. ქრონოლოგიურად არის ამ კარადებში მასალა განთავსებული. პირველი იქიდან იწყება, ეს არის უძველესი ადამიანის ნაშთები და მასთან თან არსებული პალეონტოლოგიური მასალა, გადაშენებული ცხოველების, მატორქების, სირაქლემების, ჟირაფების უამრავი ნაშთები აღმოჩნდა ამ უძველესი ადამიანის ნაშთებთან ერთად. ეს არის უნიკალური ძეგლი. აი აქ აღმოჩნდა და უკვე აღიარებულია მსოფლიოს მიერ,
როგორც გითხარით, უძველესი ადამიანი, რომელიც თარიღდება 1.800.000 წლით. ეს არის პირველი ადამიანი. ორფეხზე გამართულად მოსიარულე პირველი ადამიანი Homo erectus-ი. აი ასე არის ცნობილი დღეს, რომელსაც ჩვენი მაყურებელი იცნობს, იცის დმანისის შესახებ, ამ აღმოჩენის შესახებ, მათ ქალი და კაცის ორი თავის ქალა აღმოჩნდა 99 წელს, რომელსაც ზეზვა და მზია დაერქვა წმინდა ქართული სახელი. და სხვათა შორის ჩვენმა მოსახლეობამ შეიყვარა ეს და ზეზვა მზია ყველა მიცის. შემდეგ მოდის ეს არის ადრე ბრინჯაოს ხანა 6000-5000 წლის წინანდელი. შემდეგ არის შუა ბრინჯაოს ხანა, ეს არის დაახლოებით 4000 წლის წინანდელი პერიოდის. ეს ორი კარადაა, რასაც ხედავთ, აი რამაში მოთავსებული მასალას, ეს არის 3000 წლის წინანდელის გვიან ბრინჯაოს ხანის. შემდეგ არის ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-7 პირველი საუკუნეებით თარიღდება და ბოლოს შუა საუკუნეებით მე-4, მე-5 და მე-18 საუკუნის ჩათვლით. მაგრამ მე ბევრი არ ყოფილა დმანისში ნამყოფი. სად აღმოჩნდა ესა და რა აღმოჩნდა? აი ეს შეუძლია ჩვენ ნახოს, ჩამოვიდეს და ნახოს. სოფლიოს ქვეყანა არ არის დარჩენილი, საიდან არ მოდიან აქ ნამყოფები არიან. შთაბეჭ ჩანაწერები რო ნახოთ შთაბეჭდილების წინში, მათი აღთქმები დარჩები და ბევრი ვინც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არიან ნამყოფები, სკოლები, ინსტიტუტები სხვა, მათი ჩანაწერებში ხშირად ნახავთ. რომ ნახეთ ეს ყველაფერიო, ამაყი ვარ რომ მე ქართველი ვარ. აი ამიტომ მე ყველა მაყურებელს მოუწოდებ ქართველმა საქართველოს მცხოვრებმა, ვინც არ უნდა იყოს ისრაელოვნების, უნდა ჩამოვიდნენ და ნახონ მართლა დიდი წარსულის მქონე რეგიონი დმანისი და მის თვალსაჩინოებისათვის ნახავენ ამ კარადებში განთავსებულ ჩვენი ექსპედიციების მიერ აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალას. როგორც გითხარით, დმანისი გამორჩეულია არა მარტო ისტორიით, არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლებით, არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში, დმანისი გამორჩეულია თავისი ბუნებით, მრავალფეროვანი ბუნებით. აი შესანიშნავი ტბა, პანტიანის ტბა. გვაქვს ალპური ზონები, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეები, ხეობები, კანიონები. შემკული არის მოგეთ დმანისი ყველა იმ ბუნების სახეობით, რაც ამშვენებს ამა თუ იმ რეგიონს. საქართველოს მოსახლეობა მოგმართავთ საქართველოს საამაყო ძეგლიდან დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიიდან. დმანისი მთელ მსოფლიოში არის ცნობილი, რომ უძველესი ადამიანის ნაშთები აღმოჩნდა დმანისში. ანუ კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი აკვანი დმანისი გახლავთ. ევრაზიაში ყველაზე უძველესი ადამიანი დმანისში აღმოჩენილი. აი ამით არის განსაკუთრებით ცნობილი მთელ მსოფლიოში დმანისი. და ვისაც არ გინახავთ სად აღმოჩნდა ეს, ჩვენთვის დღეს უკვე სახელი ზეზვა და მზია ყველა მიცის, ნახეთ, მოდით და ნახეთ დმანისში ეს ადგილები. დმანისი ასევე უნიკალურია, არაჩვეულებრივი რეგიონია შუა საუკუნეების ქალაქით.
აი ამ ტერიტორიაზე არის ეს უძველესი ადამიანის ნაშთები აღმოჩენილი და შუა საუკუნეების ქალაქი გაშენებული იყო აი ამ ტერიტორიაზე. 13 ჰექტარია ქალაქის ფართობი. თბილისის შემდეგ ერთ-ერთი ძლიერი და მდიდარი ქალაქი დმანისი იყო შუა საუკუნეებში. მე წილად ვხვდა ბედნიერება, რომ ამ ქალაქის ერთი ნაწილი ბოლომდე გამეთხარა. ეს არის შიდაციხე, რომელსაც მაყურებელი უყურებს ახლა. 10 წელი დამჭირდა ამ ციხის გათხრებისათვის. და ასეთი მასშტაბის სამუშაოების შემდეგ ეს მიწაში მოქცეული როგორც ქალაქი არის მთლიანად მიწის ქვეშ მოქცეული, ასე იყო შიდაციხეც. მე-14 საუკუნის ბოლოს თემურლენგის მიერ განადგურდა ეს ძლიერი და მდიდარი ქალაქი მიწასთან გაასწორა მან და იმის შემდეგ ეს ქალაქი ფაქტურად მიწის ქვეშ არის. და ჩემი ოცნება არის, რომ აი შიდაციხის შემდეგ ფართო მასშტაბის არქეოლოგიური სამუშაოები განხორციელდეს ნაქალაქარის მთელ ტერიტორიაზე. როგორც გითხარით, უძველესი ადამიანის ადგილსამყოფელი და შუა საუკუნეების შესანიშნავი ქალაქი დმანისი. ეს ორი ძირითადი მომყვანი ტურისტებისა გახლავთ ეს. ეხლაც არ აკლია მსოფლიო მასშტაბით ყველა მოდის აქა და ცოტა ქართველები ზარმაცობენ უფრო, როგორც ყოველთვის. ყველა ქართველმა უნდა ნახოს დმანისი. ჩვენო ძვირფასო მაყურებელო, დღეს შეიძლება ითქვას მთელი დმანისი შემოვიარეთ. თავისი წარსულით, მუზეუმით, ნაქალაქარით, ბუნებით, ტბით. მოკლედ, დმანისი მდიდარია როგორც ისტორიული კუთხით, ასევე ბუნებითაც. მაგრამ საინტერესოა, დმანისელები ოჯახში რას აკეთებენ სამზარეულოში. და მე დღეს მოვხვდი, აგერ მოვედი ჩვენ ერთ-ერთ გამორჩეულ პედაგოგთან სოფელ ბოსლებში, მის ოჯახში, ქალბატონ ლალი ფოლადიშვილის ოჯახში. და მე არ მეგონა თუ პედაგოგებით სამზარეულოში ტრიალებდნენ. მადლობა. და აგერ გამიკვირდა. აი, ქალბატონ ლალი, რითი განსხვავებულს რას შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს? როგორც მზარეული. მოგახსენებთ, დღეს ჩემთვის დიდი დღეა, რამე თუ დღეს მესტუმრა თვით დმანისის კოლორიტი, დმანისის სინდისი, ბატონი ჯუმბერ კოპალიანი და დღეს თქვენთვის რომ ცოდნოდა თქვენ მოდი შეიძლება ხარი მეყიდა ბატონო ჯუმბერ და ხარი დამეკლა თქვენთვის, მაგრამ შემოვიფარგლებდი იმ ძველი ტრადიციული კერძებით, რასაც ჩემი ოჯახის წევრები აკეთებდნენ ხოლმე, ჩემი ბებია და დედაჩები აკეთებდნენ ხოლმე, ეს არის პურის ხარშო, რომელიც მზადდება შემდეგნაირად. გვჭირდება ხახვი, კვერცხი, ნიორი, ღვინის ძმარი და ძველი უკვე ჩვენი მიერ დაზველებული პური, რომელიც რამოდენიმე 2 კვირის არის ეს პური უკვე, 2 კვირა რაც გამოვაცხეთ, დაძველდა და რომ ძველდებოდა ხოლმე პური, ვაკეთებდით ხარშოს, რამე თუ ეს უკვე ადვილად რბილდებოდა, ადვილად შესაჭმელი იყო და ამიტომ ასე აკეთებდნენ ხოლმე და დავიწყოთ ახლა დავჭრით პურს კუბიკებად. დავჭრით, მე მოვათავსებთ ჯამში. მე ასე ვიდგე, არაფერი მოგეხმარო, ხო? არაფერი. ბატონო ჯუმბერ, თქვენ შეგიძლიათ ხახვის დაჭრაში მომეხმაროთ, მაგრამ ხახვის თვალებსა, მაშინ თქვენ პური დაჭერით, მე ხახვის დავჭრი. მე პურს დავჭრი, მართალი. კი ბატონო. სხვადასხვა პირველად მესმის ესა, მე ლეჩხუმიდან ავარ და ასეთი რამე არ გამიგია ჩვენთან. ამ უკვე გამზადებულ დაჭრილ ხახვის ვათავსებთ ტაფაში. შუშავთ ამას, კარგად მოიშუშება გაწითლებამდე. მერე დავასხავთ წყალს, რომ მივიყვანთ, რომ ადუღდება. შევაზავებთ მარილით, კვერცხით და გავუკეთებთ ღვინის ძმარს და ნიორს. მერე ამ მასაც დავასხავთ ამ დაჭრილ პურზე და აი ეს უკვე ცოტა ხანში 5 წუთში უკვე შეგვიძლია მივირთვათ. ეს არის ძალიან მალე მოსამზადებელი, რაღაც 15 წუთში უკვე სადილი მზად გვაქვს. გემრიელად მივთვით. ჩემ მეუღლე რომ მიყურებდეს ახლა, მე რომ სამზარეულოში ტრიალებ, გაგიჟდება. მე რატო არ მეხმარებიო?
სამაგიეროდ გასწავლით და ადვილი მოსამზადებელი და მეუღლესაც მოუმზადეთ ბატონო ჯუმბერ. პურის დაჭრა სარცოდნია. საერთოდ არ ვეკარები გავჩემ. მომიტევეთ ბატონო ჯუმბერ, მაგრამ არასდროს ვიცი, პურის დაჭრა სარცოდნია თქვენ და თუ ეს მე ვიცი არქეოლოგია და ესა და ეს არის სამზარეულო. უბრალოდ სოფლის პურია და ამ სოფლის პურს ისე ვერჭრით როგორც საჭიროა. რა ვიცი. ამიტომ კურსები უნდა გავიარო, კურსები. ძნელი დასაჭრელი და ის არის. ხო, და ეს იყო ძალიან ასე ამბობდნენ ხოლმე, რომ ხარშო ვჭამე და გული დამიჭირაო. გული დამიჭირა ნიშნავდა იმას, რომ კარგად მიირთვა და დაკმაყოფილდა აი ამის ჭამით, იმიტომ რომ ეს იყო ადვილის საჭმელი, ადვილად მოსამზადებელი და ამავე დროს ძალიან ესეთი ყუათიანს ამბობდნენ ხოლმე, ყუათიანიაო და მალე არ შევდებოდათ ხოლმე ამას რომ ამზადებდნენ ხოლმე და ამას რომ აკეთებდნენ ხოლმე. მე ვიყავი ბატონო ჯუმბერ ზაფხულს სვანეთში. მოვიხიბლე სვანების სადილებით. განსაკუთრებით აი რძედა მაწონიც რომ მომეწონა, ისეთი საინტერესო იყო რძედა მაწონი, ისიც კი უგემრიელესი იყო და აი თქვენ რა მოგეწონათ დმანიში რომ ჩამობძანდით ჩვენთან პირველი სადილე. დმანიში სხვადასხვაორის აი ეს პური მომწონს. თან განსაკუთრებით მეორე დღეს ფურნეში გამომცხარი პური. აი რო ხედავთ აგერეს. აი ასეთი პური არის არაჩვეულებრივი მართლაც. ხო. პურის როგორ გამოცხება პური? ხო. როგორ გამოცხება ამას ნახავთ და მე ვისაუბროთ რატომ არის ასეთი კარგი ეს პური. კი ბატონო. ბატონო ჯუმბერ თქვენ ახლა დაისვენეთ დაბზანდით, მე დავჭრი ამბობს თქვენ რადგან ვერ შეძელით. მადლობთ. მე მივიყვანო მას ბოლომდე და გადავინაცვლე სამზარეულოში და სამზარეულოში. ასია მე სამზარეულოში არ ვარგი ვარ რაც. აი ხო დავამტკიცე ახლა მე და ჩემი მეუღლე საყვედროს ვერ მეტყვის. და სუნი მეცა ძალიან სასიამოვნოს უნდა რა არის ასეთი რამეგაც ნიორი და ძმარი ბატონო ჯუმბერ გავსინჯო კი ბატონო შეგიძლიათ დააგემოვნოთ აბა ცოტას გავსინჯა იმიტომ რომ რა ვიცი რანაირია კი ბატონო კარგია ძალიან სასიამოვნო მე ეს სახში უნდა გავაკეთებინო ჩემ მეუღლეს ეხლა რაღაც ახალი მოგვიმზადე, რაღაც სულ განსხვავებული. ეს რა არის? ქალის ნაწნავებს რო გავს, რა არის ეს? ხო, ზუსტად ქალის ნაწნავებს მსგავსად წნავდნენ ხოლმე ამას, დაიწუნება დღესაც და დღესაც ვიყენებთ ჩვენ ამას ქვია ღოლო, რომელიც იკრიფება მაისის 15-მდე თუ არ მოიკრიფა, მერე მწარდება და მერე უკვე აღარ ვარგა. სავარაუდოდ ჩვენ მოსლელებს გვეძახდნენ ღოლო ჭამიებს. ღოლო ჭამიებს გვეძახდნენ და ასე წაგვიმღერებდნენ ხოლმე და ლილოლო დილილოლოლოლო ბოსლელების მოხრაკილი ღოლო და მეკვა ღოლო ჭამიები მაგრამ მთელი რეგიონი მიირთმევს ამ ღოლოს თუმცა ამბობენ რომ ბოსლების სოფელში უფრო უკეთესი ღოლოა უფრო უკეთესი ის გამოდის ეთყობა მიწამოწოს ამ ღოლოს ჩვენთან სოფელში და იმიტომ არის უკეთესი ეს რა თქმა უნდა ეს მწვანეა ეს არის მწვანე ახალი ეს არის ეს ასეთნაირად და ამით ვამზადებთ ჩვენ ღოლოს კერძს უძახდნენ ჩვენი წინაპრები კერძით ან ღოლოს შეჭამანი ასეთნაირად რისთვისაც გჭირდება ღოლო მოხარშული ღოლო ამას გჭირდება საკმაოდ დიდი დრო მოხარშვის დროს 1 საათი-ნახევარი 2 საათი უნდა მოიხარშოს ეს იშლება ნაწლავებიდან ვრეცხავთ გჭირდება ნიგოზი გჭირდება ხახვი გჭირდება ნიორი და ცოტაოდენი ფქვილი ფქვილი იმისათვის რომ ამბობენ ხოლმე რომ ფქვილი უნდა ჩაუკიდო ფქვილი უნდა ჩაკიდება ნიშნავდა იმას რომ ეს ცოტა უნდა გასქელებული იყო ეს სადილი ღოლო იმდენ ხარს უნდა იხარშოსო რომ ორმა მაზლის ცოლმაო 9 ჯერ უნდა იჩხუბონო და თქვენ წარმოიდგენთ რამ როგორი დიდი რუდუნებით ხარშავდნენ ხოლმე აი ამ ღოლოს რომ 9 ჯერ უნდა ეჩხუბათ მაზლის ცოლებს და ამავე დროს ტყობა დედამთილი იყო უფრო მეტი უფროსი დიასახლისი და ის სასხავდა ამ სადილს კერძს სასხავდა ხოლმე და აი ამიტომ ჩულობდნენ ხოლმე მაზლის ცოლები ღოლოს ვკეპავთ ასტამით ეს ასტამი არ გეგონოთ ის ასტამი რომლითაც შუშანიკის ხო თვალი ჩაებუშტა ეს გაგახლავთ
ასტამი, რითაც ესე დავკებავთ ღოლოს. ეს არის ჩამოტანილი დაღესტნიდან ეს მართლა ესა რელიკვია ჩვენი ოჯახის, ეს ასტამი არის დაღესტნიდან ჩამოტანილი. ჩემმა პაპამ შიო ხუციშვილმა ჩამოიტანა ეს ასტამი იქედან და დედაჩემის ხელში მოხვდა ეს ასტამი და მას რა ისტორია ხონია ასტამს? დაახლოებით ალბათ ერთი 80 წელია ეს ჩვენს ოჯახში ინახებოდა, ალბათ უფრო მეტის იქნებოდა, სანამ ის პიროვნება აქ ჩამოიტანა ამ ასტამს. ესე დავკებავთ ღოლოს. მე გავუკეთებთ ნიგოს შევაზავებ ცოტაოდენი სუნელით და აი ამ ნიგოსთან ერთად. ამას მე დაგიჭერეთ. კი ბატონო, დაიჭირეთ. შემდეგ გამზადებული მაქვს წვენი. თვითონ ამ ღოლოს ნახარშია ეს წვენი გამზადებული, დატოვებული ეს ღოლო ამოვიღე დავკეპე. წვენი იხარშება, იმიტომ ის უნდა იხარშოს. ქვილჩაკიდებული წვენია და მე აი ეს უკვე ამას მოვშუშავთ ხავთან ერთად და ამის შემდგომ უკვე ამ გამზადებულ ამ მასას ჩავასხავთ უბრალოდ იმ ქვაბში და უნდა იხარშოს რამოდენიმე 1 საათი მაინც და მივიღოთ გამზადებულ ესა. ჩემთან ვინც სტუმარი მოდის, ყველას აქვს სურვილი რომ ღოლოს სადილი მივართვა და ალბათ იმდენს ვწავთ ხოლმე საჩუქრებად ვარიგებთ ხოლმე საჩუქრებს ჩუქნი ხოლმე ესეთნაირად თითო გალა ამას ქვია გალა. ერთი გალა ესე იგი რამოდენიმე ეს არის შეიძლება გავშალოთ კიდე ნაწნავია რამხელა გალა აი ესეთნაირად იწნება და საინტერესოა ამისი დაწნის პროცესი როგორც ხალისთმას ესეთნაირად ესე იმას იძავნე ხოლმე ბებო როგორც წნავდა ხოლმე ცოტა ბებოს დაწნა უფრო საინტერესო იყო ხოლმე უფრო ის და ეს რომ გაშრება ჭია რომ არ გაუჩნდეს მე ამას მარილში ვავლებთ მარილს ან ზემოდან მოვაყრით მარილს და მე ესე გავაშრობთ ან თვითონ მარილს წყალში ამოვავლებთ რომ ჭია არ გაუჩნდეს და ასე ვინახა გავაშრობ და მე ისე ვინახავთ ხოლმე და ის ინახავდა გაზაფხულიდან წლიდან წლამდე რომ მეორე ღოლობამდე ვინახავთ და მეორე ღოლობის დროს უკვე ხელმეორედ ვცდილობთ რომ ეს ღოლო ბევრია დმანიში იშოვება რა კი თითქმის ყველა სოფელშია ღობის ძირებში ამოდის ზოგადად ღობის და რა ვიცი ესე თითქმის ყველა მოსახლე კრეებს სოფელში აი რომ გამოიეროთ მაისი ჩვენთან სოფელში მაისის თვეში თითქმის ყველა საჰივანზე გამოკიდულია ღოლო ასეთნაირად აი სარეცხის თოკები სარეცხს რო გაფენთ ასეთნაირად არის გაფენილი ეს ჩვენი საინტერესოა ბატონო ჯუმბერ, ესე ჩვენი ღოლო. ეს არის ღოლო. ეგ არის ღოლო. აი, რამდენი წელია დმანიში ვარ და პირველად სინჯავ ღოლოს. ძალიან დაგიშავებთ რომ მიირთვათ, მე მიხვდებით რომ დაგიშავებთ. აბა გავსინჯავ და მე ვნახოთ. კაი რაღაცა არის. გემრიელი. დალი, კიდე მოგიწევს ამის გაკეთება. აწი თუ მე ხშირად მოვიდე შენთან ეს იქნება ამ ღოლოს ბრალი. თქვენ მობრძანდით და მოგართმევთ ყოველთვის. დიდი მადლობა. ბატონო ჯუმბერ, კიდევ ერთ ამ ჯერად ნუგბარ შემოგთავაზებთ, სითბოს შემოგთავაზებთ, რადგან თქვენ ასეთი ტკბილი და ასეთი ლამაზი ხალხი ხართ, ამიტომ გადავწყვიტე. ჩემია მიერ მომზადებული, სხვადასხვა გუშინ დავამთავრე მისი კეთება, იმიტომ ეს ასკილია, ასკილის ჯემი. ნაკლებად იციან საქართველოში, იმიტომ რომ ძალიან შრომატევადია, ძალიან ბევრი შრომა ჭირდება, ჯერ მოკრეფა, მერე მისი თავბოლოდან ასეთნაირად გარჩევა, თავიდან უნდა გავარჩიოთ, ბოლოდან უნდა გავარჩიოთ. მერე უნდა მოვხარშოთ. ეს კარგად ერთ ვედრო ასკილს ვასხავ, ერთ ვედრო ნახევარ წყალს. და ის რომ ერთ ვედრომდე დადგება ეს, მე ამას გავხეხავ თუშ ფალანგზე. ამის შემდგომ ეს როცა გაიხეხება ამ მასას, გადავიტან საცერზეც კიდევ გავხეხავ ერთი პირი და მე ვასხავ ამ მიღებულ მასას და ვადუღებ და იხარშება ესეთი მასა მივიღეთ ასეთნაირად ერთი ვედროდან ერთ ვედრო ასკილს უკეთებ 1 კილოგრამ ეს შაქრის ფნის
თქვენ წარმოვიდგინეთ, არავის არ ჯერა რომ მეტია რა, 1 კილო ერთ ვედროზე. 100 კილმა შეიძლება ამხელა ის დატოვოს, მაგრამ ეს არის უგემრიელი, ჯანმრთელობის ძალიან კარგი და ამავე დროს დღეს პურს ვაცხობდი და ისეთნაირად მესტუმრეთ. ეს არის ჩვენი სოფლის პური, რომელიც ხვება ფურნეში და ეს ინახება დაახლოებით 3 კვირამდე ზოგჯერ ესეთი 3 კვირამდე? 3 კვირამდე ხო. ცოტა ესეთი ის არის რომ ყველა ვერჭრის ამას მით უმეტეს ახალი პატერძლები ვერჭრიან ხოლმე ამ პურს და ძალიან უჭირთ მისი მოჭრა. ეს თუ გულზე არ მიიდე ასეთნაირად ასე არ დაჭერი, დაფაზეც რთულია მისი დაჭრა და ამიტომ ასე ვჭრით ხოლმე და შეიძლება ვიღაცამ ჩვენ დაგვცინოს ან რაღაცა მაგრამ სამაგიეროდ უგემრიელესია, ეს არის ხარსზე დამზადებული პური. ეს ჩვეულებრივი ცომი კეთდება, როგორც ნებისმიერი ცომი, ასეთი ცომი კეთდება და 2 საათი უნდა მაინც ამოფუებას. 2 საათი ეს ფურნე დაჯდაო, ასე ვამბობთ ხოლმე, მე გამოვხედავთ იმ ნახშირს, იმ ცეცხლს გამოვხედავთ და მე ნიჩავი, რა თქმა უნდა, ეს ნიჩაბზე დავდებთ ხოლმე ასე ამხელა გუნდებს, ეს არის დღევანდელი გამომცხვარი პური, ეს დავდეთ ნიჩაბზე და ეს უნდა შევალაგოთ პური. სხვადასხვა სოფელი, ჩვენ მით უმეტეს დმანისია, მაგრამ სხვადასხვა სოფელში სხვადასხვანაირად ამბობდნენ. ჩვენ სოფელში ამბობდნენ, რომ პური შემაყრევინე, პური შევყაროთ, მაგრამ აი სხვა სოფელში ამბობენ პური შემალაგებინე. და მე როდესაც ის ვარდში იზილება ეს ცომი, ვარდში იზილება და როდესაც შევყრით გათავისუფლდება ეს ვარდი, ზიში რაც ხდება მონდაფხე კი იმათ აი ამ ასტმით მოვფხეკავთ და შევინახავთ აი ამ პურის ცომს, ეს ამას ქვია დედა, ხარს უზახით პურის დედა ანუ დვრიტა და ეს ინახება გვაქვს 1-3 კვირის განმავლობაში, მე იმით ასე ამბობთ ხოლმე რომ ხაში წავადედე, ხვალე პური უნდა გამოვაცხო. აი ამ წადედებული ხაშით მე ვაბევრებთ ვზიარებთ აი ამ ცომს, ჩვეულებრივი ცომი იზილება და მე უკვე ასეთნაირად ასეთ ვიბრუნდება მსგავსი რაღაცა, რომელიც ძალიან უგემრიელესია, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, იმიტომ რომ საფუარით არ არის გაჯერებული და გამდიდრებული და აი ამიტომ აი ეს სასარგებლოა ყველასთვის და მით უმეტეს ნებისმიერ ვისაც ოდნავი პრობლემა აქვს კუჭნაწლავის. ერთი მომიჭერ, ცოტა ეს უნდა გავსინჯო. ბატონო ჯუმბერ, ახლა მე თქვენ ამ ცხელპურს არა, ცხელი არ მინდა, არა. აგერ ცოტას გავსინჯავ, მაინტერესებს ეს ხილფაფა მაინტერესებს იმისი. 100 კილი. 100 კილის ხილფაფა მაინტერესებს. რა კარგი, არაჩვეულებრივი. 1 ვედროზე 1 კილო შაქარი რა ამას? 1 ვედროზე 1 კილო შაქარი და გამოდის საოცრება. 3 კილოგრამზე მეტი, 4 კილოგრამამდე გამოდის. გააჩნია 100 კილის იმას, თვითონ როგორია 100 კილის მოცულობა, ზოგი პატარა, ზოგი შეიძლება დაავადებულიც იყოს და ის დაავადებული 100 კილი არ გამოიყენება, შეიძლება სიმწარეც ქონდეს აი ამ 100 კილს. მეც არც ეს მიჭამია, დმანიში ვარ ამდენი. ხო და მაგასაც მოგართმევთ ბატონო ჯუმბერი. ძალიან კარგი რამე არის. ღმერთო, აი მართლა რამდიდარი ყოფილა დმანისი. მე მეგონა მდიდარი წარსულით დმანისი და აი დღევანდელობითაც როგორი მდიდარი გაიხარეთ არის ჩვენი დმანისი. აი ეს არის ჩვენი დმანისი. მე იმედი მაქვს რომ დმანისში საქართველოს ყველა კუთხიდან ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვა და მე იმედი მაქვს რომ ისინი შემდეგ მეორეთაც წამოვლენ და თავის მეზობლებს თუ მეგობრებსაც წამოიყვანებენ. გისურვებთ ჩემო მაყურებელო სიხარულს და ბედნიერებას, ჩვენი სამშობლოს კახარებას. მე ჩემთვის დმანისი მშობლიურია და ჩემი კუთხის მასპინძელი გახდით დღეს ჩემო მაყურებელო თქვენ და გისურვებთ სიხარულსა და ბედნიერებას. მობრძანდით, სანამ შემეძლება, სანამ ცოცხალი ვიქნები, რაც შემეძლება მოგემსახურებით. გაგაცნობთ დმანისის წარსულსაც და დღევანდელობას.